ყველა გვეუბნება, რომ კალორიული დეფიციტი არის ერთადერთი გამოსავალი, რომ წონაში დავიკლოთ. მაგრამ ეს არ შეესაბამება სიმართლეს. გამარჯობა, მე ვარ ელენე. ეს არის ჩემი YouTube არხი, სადაც ვსაუბრობ ყველაფერზე, რაც ეხება კვებას, ჯანსაღ ცხოვრებას, ჯანსაღ არჩევანს და სწორ მიდგომებს კვებასთან დაკავშირებით. მინდა დღეს ვილაპარაკო ყველასთვის ნაცნობ თემაზე, კალორიულ დეფიციტზე, ოღონდ ცოტა სხვა კუთხიდან დაგანახოთ. მე არ ვარ მოწინააღმდეგე კალორიული დეფიციტის. უბრალოდ სხვა კუთხიდან ვუყურებ და თქვენც მინდა რომ ანალოგიურად შეგახედოთ ამ საკითხზე. საერთოდ რა არის ეს კალორიული დეფიციტი? კალორიული დეფიციტი არის ფიზიკის კანონი, ენერგიის მიღების და გაცემის შესახებ, თერმოდინამიკის კანონი, რომელსაც ემორჩილება ჩვენი სხეული. და რამდენჯერმე მაქვს გამეორებული წინა ვიდეოში, რომ ჩვენი სხეული, მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკის კანონებს ემორჩილება, არ არის მანქანა, არ არის კალკულატორი, არ არის მათემატიკური განტოლება ფორმულა, რომელზეც ცალსახად მოქმედებს ესა თუ ის კანონები, ფიზიკის, მათემატიკის თუ ასე შემდეგ. რა არის იმის მიზეზი, რომ ჩვენ ვიწყებთ კალორიულ დეფიციტს და ვერ მიყვავს ბოლომდე. რატომ ვერ მიყვავს? თუ ესეთი მარტივი არის კალორიული დეფიციტი დაკლება, რატომ ვიწყებთ და ვასრულებთ სადღაც შუაში? ვერ მივდივართ და ვერ ვამთავრებთ ბოლომდე. დავსვათ კითხვა, რატომ ვერ მივდივართ? იმიტომ რომ ვერ გავაკეთეთ. რატომ ვერ გავაკეთეთ? იმიტომ რომ ვართ უნებისყოფოები, იმიტომ რომ ვართ ზარმაცები, იმიტომ რომ мотиваცია არ გქონდა, არ გამოგვივიდა. მაგრამ უნებისყოფოები არ არიან ადამიანები, რომლებიც დიეტას იცავენ. რომ ადამიანს, რომელსაც აქვს უამრავი დიეტა, ნაცადი რანაირად შეიძლება იმას უნებისყოფო დაუძახოთ, რომელსაც გამოცდილი აქვს საკვების შეზღუდვა, საყვარელი საკვების დათმობა, ძალიან მცირე ულუფებით კვება, რანაირად შეიძლება ამ ადამიანს უნებისყოფო ვუწოდოთ და ადამიანს, რომელსაც დიეტა საერთოდ არ დაუცავს, იმაზე ვთქვათ, რომ იმხელა ნებისყოფა, არ ვიცი, აი მას არც კი სჭირდება, რომ რაღაც ძალისხმევა ჩადოს რამეში. არა, ადამიანები, რომლებიც დიეტას იცავენ და ოდესმე დიეტა დაუცავთ ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, არ ვიცი, 50-ჯერ გამოუვლიათ სხვადასხვა ტიპის დიეტა, უფრო დიდი ნებისყოფის მქონეები არიან, ვიდრე ადამიანები, რომლებსაც არასდროს არ დაუცავთ დიეტა და თქვენც გექნებათ საკუთარ თავზე გამოცდილი ეს, როგორ თმობდით თქვენს საყვარელ საკვებს და რამხელა ნებისყოფის უნარი გაგაჩნდათ, როდესაც იყავით რაღაც შეზღუდვის წინაშე. ასე რომ არ ხართ თქვენ უნებისყოფოები, თქვენი მიდგომა დასაწყისშივე იყო უბრალოდ არასწორი. თქვენი სისტემა, რომელიც აირჩიეთ და ეს იყო უბრალოდ რაღაც გარკვეული საკვების მიღება, გარკვეული კვების სტილის არჩევა, რომელსაც მიყვებოდით და არ ითვალისწინებდით იმ ფაქტორს, რომელიც ამ პროცესს გახდიდა გრძელვადიანს. და რა არის ეს ფაქტორი? სწორი ქცევა. აქ შემოდის მთავარი საკითხი, რაც არაერთხელ მაქვს ნათქვამი, რომ ჩვენ დამოკიდებული ვართ გარემოზე, რომლისგანაც გვიყალიბდება სხვადასხვა ქცევები, სხვადასხვა ჩვევები, ასევე ჩვენი თავიდან გამომდინარეც გვიყალიბდება ეს ქცევები და ჩვევები ბავშვობიდან გამომდინარე, ჩვენი კულტურიდან გამომდინარე, საუკუნიდან გამომდინარე, რომელშიც ვცხოვრობთ. და ჩვენი ქცევები საბოლოოდ განაპირობებს იმას, ჩვენ როგორ ვიკვებებით, როგორ ცხოვრობთ, როგორ მოქმედებთ და რაც მთავარია, ადამიანის ქცევა არ კონტროლდება ლოგიკით, ტვინით. ჩვენს გონებას, ჩვენს ტვინს სჭირდება და ეძებს ყოველთვის კომფორტს, ნაცნობს, ემოციურად სტაბილურს, სადაც დაზოგავს ენერგიას, ექნება ნაკლები სტრესი, ემოციური უსაფრთხოება, მიიღებს სიამოვნებას და აქედან გამომდინარე ყალიბდება ჩვენი ქცევები, ყალიბდება ის თუ რას ვაკეთებთ ჩვენ. ანუ შენი ქცევა იმას თუ რა არჩევანს აკეთებ საკვებთან მიმართებაში
რომ არა სხვა საკითხებთან მიმართებაში, დამოკიდებული არის ემოციებზე, უსაფრთხოებაზე, სტაბილურობაზე და არა ჩვენს ინტელექტზე და ჩვენს იმ გაცნობიერებაზე, რა არის სწორი საკვები, რა არ არის სწორი საკვები, რა არის ჯანსაღი და რა არ არის ჯანსაღი. ქცევითი სისტემა, რომელიც არის მთავარი, რის შეცვლაზეც უნდა ვიფიქროთ და არა ჩვენი დიეტის, კალორიების შეცვლისკენ, არის და პასუხს ცემს იმ კითხვებს, რომელსაც არსებობს კალორიული დეფიციტი. და რა არის ეს კითხვები? გაუძლებს ეს სისტემა სტრესს? იქნება თუ არა ამ მის მიყოლა შესაძლებელი, როდესაც შემოვა არასტაბილურობა, როდესაც შემოვა ემოციები, როდესაც იქნება სოციალური წნეხი, ან ვიქნებით სოციალურად აქტიურები, დღესასწაულებზე, შეკრებებზე, გაუძლებს თუ არა ეს უენერგიო და უმოტივაციო დღეებს, გადაგვალახინებს თუ არა არდადეგებზე და შვებულებებზე ჩვენს კვებით მოთხოვნილებებს. არის ეს სისტემა ესეთი ქცევითი მიდგომები სწორედ ამას პასუხობს, რომ ჩვენი ქცევები ჩამოვიყალიბოთ ამ არასტანდარტული დღეების შესაბამისად და იმდენად მკაფიოდ და მძაფრად გავისჩინოთ ეს ჩვენი ჩვევები, ეს ჩვენი ქცევები, რომ მსგავს დღეებშიც მარტივად გადავლახოთ და მარტივად ვიკვებოთ, ისე რომ არ ამოვარდეთ რეჟიმიდან და შემდგომ არ მოვიმატოთ, ან არ დავიკლოთ ექსტრემალურად. ამ შემთხვევაში საერთოდ გულისხმობ არა მარტო კალორიულ დეფიციტს, არამედ გულისხმობ ყველა ტიპის დიეტას, იმიტომ რომ ეს დიეტები, ნებისმიერი ტიპის დიეტა, იგივე კვების სტილი არის ან აი თქვათ კალორიებთან დაკავშირებით, კალორიების შეზღუდვასთან დაკავშირებით, ან არის მაღალცილოვანი დიეტა, დაბალნახშირწყლოვანი დიეტა, მაღალნახშირწყლოვანი დიეტა, დაბალცხიმოვანი დიეტა, კეტო დიეტა, რაც გვაქვს, არის ხმელთაშუაზღვისპირული დიეტა და ეს დიეტები არც ერთი არ ითვალისწინებს ადამიანის ქცევას. ამიტომ დიდად არც მხიბლავს, რომ რომელიმე დიეტა ან ვურჩიო ადამიანს, ან რომელიმეს მიყვეს და სწორედ ამიტომაც ავირჩიე კოუჩინგის ნაწილი, იმიტომ რომ მივხვდი, რამდენად მნიშვნელოვანია არა მარტო იმას თუ რას შევჭამთ, როგორი ფორმით შევჭამთ, კი რა თქმა უნდა მოქმედებს ჩვენზე, რას ავირჩევთ, იმიტომ რომ ყველა ადამიანი განსხვავდება და სხვანაირი მიღებადობა აქვს განსხვავებული ტიპის საკვების მიმართ და ადამიანის მიზეზსაც გააჩნია, ხო? მაგრამ თუ ჩვენ არ გვაქვს შეცვლილი ქცევები, ჩვევები, არ გვაქვს საფუძველი შეცვლილი, ამ შემთხვევაში საერთოდ მნიშვნელობა არ აქვს, როგორი ტიპის საკვებს ავირჩევთ, იმიტომ რომ დროებით იქნება ეს ყველაფერი და ჩვენ ისევ დავუბრუნდებით იმ ჩვენს ძველ ჩვევებს და ქცევებს და ქცევითი სისტემა, რაც გვაქვს ქცევითი მიდგომა, გადაწონის ნებისმიერი ტიპის დიეტის სისტემას. იმიტომ რომ ძილი გავლენას ახდენს ჩვენს დანაყრების და შიმშილის სიგნალებზე. სოციალური აქტივობები გავლენას ახდენს ჩვენს კვებით არჩევანზე. სტრესი ცვლის კვებით ჩვევას. ჩვენი ემოციები გადაწონის ჩვენს რაციონალურ გონებას და გადაწყვეტილებებს. ჩვევები გადაწონის ჩვენს ცოდნას და ზუსტად ამის გათვალისწინებით, აი ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რანაირად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მხოლოდ ის არის გამოსავალი თუ ჩვენ რამდენ კალორიას მივიღებთ და არა მარტო საერთოდ რას შევჭამთ, მარტო მაგაზე არის დამოკიდებული. როდესაც ჩვენ ვართ ადამიანები, ვართ გონიერი არსებები, რომელსაც გაგვააჩნია ემოციები და ვიკვებებით ამ ემოციების და გარემო პირობების შესაბამისად. ასე რომ არა, ჩვენ არ ვართ მანქანები და ჩვენ არ ვართ მათემატიკური ფორმულები, რომლებზეც პირდაპირ მოქმედებს კალორიების მიღება და გაცემა. ამ ყველაფერთან ერთად ასევე მნიშვნელობა აქვს ფსიქოლოგიურ მზაობასაც, რომელსაც რატომღაც საერთოდ ვივიწყებთ. ყველა ადამიანი არ ვართ მზად იმისთვის, რომ გქონდეს რადიკალური ცვლილებები. ვიყოთ რადიკალურ კალორიულ დეფიციტში,
რაღაც დიეტა დავიწყოთ, რომელსაც გვირჩევს ახლობელი, არ ვართ ამისთვის მზად. ამას გარკვეული ფსიქოლოგიური მზაობა სჭირდება, რომ შენ ცვლილებები განახორციელო და არა მარტო ფსიქოლოგიური მზაობა, ცხოვრების ეტაპი, ცხოვრების ტემპიც უნდა გიწყობდეს იმაში ხელს, რომ ეს ცვლილებები დაიწყო და მიყვე. ისე რომ მიიყვანო შედეგამდე და ეს იყოს გრძელვადიანი, რა შედეგსაც დადებ. არ ვიცი რატომ ხდება ესე, თითქოს საერთოდ არ ვითვალისწინებთ ჩვენს ცხოვრებისეულ გამოცდილებებს. მერე რა რომ სულ ეხლა ხანს გახდი მშობელი, მერე რა რომ თან პარალელურად ბიზნეს საქმიანობა წამოიწყა, რომელსაც ძალიან დიდი დრო და ენერგია სჭირდება შენ მაინც შეგიძლია დიეტის დაწყება. მერე რა რომ სტუდენტი ხარ და კი თავისუფალი დრო გაქვს 2 კვირა, მაგრამ 2 კვირის მერე გამოცდები გეწყება. მერე რა, ან თითქოს ჩვენი ცხოვრება აი რაც არის და ჩვენ გვერდით ეს რაც ჩამოვთვალე და ჩვენი კვება სრულიად განსხვავდება ერთმანეთისგან. თითქოს ორი სხვადასხვა ადამიანის ცხოვრება არის. არ ვითვალისწინებთ. ყველაფრის პარალელურად შეგვიძლია დავიწყოთ კალორიული დეფიციტი. თავარი არის რომ ჩვენ გვჭირდებოდეს. თავარი არის რომ წასასვლელი ვიყოთ სადღაც, ვიყოთ ფორმაში, ზაფხული მოდის და ხომ უნდა ჩავდგეთ ფორმაში. არა, ეს არ არის სწორი მიდგომა. გავაზიარე ცოტა ხნის წინ ვიდეო, სადაც ვსაუბრობ იმაზე, რომ მოვიმატე 4 კილოგრამი და ამაზე არ ვნერვიულობ, რომ მოვიმატე. მიუხედავად იმისა, რომ არ არის ჩემი კომფორტის ზონა, არაუშავს ჩემს ცხოვრებაში ხდება ისეთი ცვლილებები, ისეთი გარდამტეხი ეტაპები, როდესაც თუნდაც ჩემი ემოციური კვება შემოვიდა, იქ ძილის რეჟიმი ამერია, რომელმაც ჩემზე საკმაოდ დიდი გავლენა იქონია, იმიტომ რომ ფიზიოლოგიურად მინდება ეს ტკბილი, მაღალცხიმოვანი, მაღალკალორიული საკვები და ვჭამ ამას. ვერ ვაკონტროლებ ჩემს ემოციურ კვებას, როგორც უკვე ვახსენე. ამასთან ერთის რაღაც არასტაბილური რეჟიმები, ჩემი კვების გრაფიკი როგორიც იყო, სამჯერადი კვება და გარკვეული საათები მქონდა, იმას ვეღარ მივყვები, აირია, ზოგჯერ დიდი შუალედები მიწევს და ამ ყველაფრის გამო ამერია რეჟიმი დავიწყე ჩემთვის ნორმა რაც არის იმაზე მეტი კალორიის მიღება, შესაბამისად მოვიმატე. დავაფიქსირე რომ მოვიმატე, მივხვდი რატომ მოვიმატე, იმიტომ რომ ჩემი ცხოვრების ეტაპი ასეთია, ახლა რას ვცდილობ არის ის რომ უბრალოდ ვცდილობ ამ ეტაპს მოვერგო. ეს ეტაპი არ შეიცვლება, ეს შემოიჭრა უკვე ჩემს ცხოვრებაში და ვცდილობ ამას მოვერგო, ამაზე გადავეწყო. როდესაც გადავეწყობი, შემდეგ ეს ჩემი 4 კილოგრამიც წავა. ოღონდ ამას არ ვაპირებ წავიდეს რაღაც კალორიული დეფიციტის ხარჯზე, არ ვაპირებ დაკლებას. არ ვაპირებ რომ ვაკონტროლო, იმიტომ რომ კალორიებს ძალიან დიდი ხანია უკვე აღარ ვითვლი. არ არის ჩემი კომფორტის ზონა და ნახსენებიც მაქვს ეს კალორიების დაცვა, კალორიული დეფიციტი და ამის კონტროლი რაში დამეხმარა, სულ პირველ ვიდეოშია, ვიდეოს ბოლოს ლინკი იქნება, ჩემი პირველი ვიდეოსი, რაში დამეხმარა კალორიული დეფიციტი და იმაში ნამდვილად არა რომ დამაკლებინა ან რაღაც შედეგზე გამიყვანა. ასე რომ მეც ანალოგიურად ვარ მსგავს სიტუაციაში, როდესაც ჩემი ცხოვრება შეიცვალა და ამას ვუკავშირებ ჩემს კვებას, ჩემ ცხოვრებასთან ერთად შეიცვალა ჩემი კვება და რატომაც არა იყოს დროებითი ცვლილება, ვიღებ, არაუშავს კატასტროფა არ არის, მერე რა რომ ზაფხული მოდის. მერე რა რომ ზაფხული მოდის და მე პლუს 4 კილოგრამით ვარ. თითქოს ეს რაღაც ქალებისთვის და არა მარტო ქალებისთვის, კაცებისთვისაც რაღაც შემაშფოთებელი შეიძლება უნდა იყოს, იმიტომ რომ ზაფხულისთვის კიდევ უფრო მეტად უნდა ვიკლებდეთ, ფორმაში უნდა ვიყოთ, მაგრამ არა უშავს. ჩემთვის ახლა პრიორიტეტი სხვა რამე არის, არ არის აუცილებლად პრიორიტეტი რომ ვიყო იდეალურ ფორმაში, ჩემთვის იდეალურ ფორმაში, ვიყო ისე მსუბუქად და კარგად გრძნობდე თავს იმ -4 კილოგრამით, არ არის პრობლემა. ვიღებ ამ ჩემს ცხოვრებას და ამ ჩემს ეტაპს ისეც, როგორიც არის და ძალიან ბედნიერიც ვარ.
ჩემი სტრესული პერიოდით, ჩემი ცვლილებებით ნელ-ნელა დასტაბილურდება და ყველაფერი რიგზე იქნება. და სტრესულ პერიოდში არ გულისხმობ მაინც და მაინც რაღაც უარყოფით. სტრესული არის ნებისმიერი ცვლილება და ნებისმიერი სიახლე, რაც არ შესაბამება რუტინას, ცვლის ჩვენს ცხოვრების რიტმს და ასე შემდეგ. ამას მე აღვიქვამ სტრესულად და არა მარტო მე, ზოგადად ადამიანები რაღაც ცვლილებას აღვიქვამენ, იმიტომ რომ სტრესულად, იმიტომ რომ როგორც დასაწყისში თქვი, ჩვენი სხეული, ჩვენი გონება მიმართული არის სასიამოვნოსკენ, სტაბილურისკენ, ემოციურად მდგრადისკენ, უსაფრთხოსკენ და ნებისმიერი ცვლილება აღიქმება სტრესულ ფაქტორად. ეხლა ძალიან რომ გადავიდე სხვა თემაში, მინდა ისე ვთქვა, რომ ჩვენი ცხოვრება, ბოლო თემაზე რაზეც ვლაპარაკობდი, რომ ჩვენი ცხოვრება და ჩვენი ყვება არ არის ცალ-ცალკე, არ უნდა გავმიჩნოთ ერთმანეთისგან და ეს უნდა ხდებოდეს პარალელურად, როდესაც ამის მზაობა გვაქვს, როდესაც ვართ მზად დიდი ცვლილებისთვის, როდესაც ვართ მზად დიდ პერიოდში დიდი წონის დასაკლებად, რაღაც გარკვეულ პერიოდში წონის მოსამატებლად, ეს უნდა იყოს გათვლილი გრძელვადიანად, უნდა იყოს გათვლილი, რომ ჩვენ ამისთვის დაგვჭირდება არა 1 ან 2 კვირა, საერთოდ რაც შეუძლებელია, არამედ უფრო დიდი პერიოდი და ასევე უნდა ვითვალისწინებდეთ იმას, რომ ეს 1 წელი, 2 წელი, როგორი იქნება ჩვენი ცხოვრება, თუ არ იქნება ჩვენი ცხოვრება სისტემატური და სტაბილური, მაგ შემთხვევაში უნდა დავუშვათ ის ფაქტი, რომ ჩვენ შეიძლება გვქონდეს გაჩერება, შეიძლება წონა შეგვიჩერდეს, შეიძლება პირიქით მოვიმატოთ, შეიძლება ისე არ წავიდეს ჩვენი გეგმები, როგორც თავიდან დავისახეთ. ასე რომ თქვენი ცხოვრება პირდაპირ არის დამოკიდებული თქვენს კვებაზე და ასევე თქვენი კვება დამოკიდებული არის პირდაპირ თქვენს ცხოვრებაზე. დასასრულისკენ რომ წავიდე, მინდა ვთქვა, რომ წონასთან ბრძოლა ყოველთვის არ არის დისციპლინის პრობლემა. ეს არის არასწორი სისტემის, არასწორი მიდგომის შერჩევის პრობლემა. კალორიული დეფიციტი რეალურია და კარგად გვიჩვენებს, როგორ მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე მიღებული კალორიები და გაცემული კალორიები, მაგრამ არ ითვალისწინებს საერთოდ ქცევას, არ ითვალისწინებს ადამიანურ ფაქტორს. ამიტომ ერთადერთი გამოსავალი რაც არის, ეს არის ქცევების ცვლილება, ქცევითი მიდგომა და ჩვევების შეცვლა და ჩამოყალიბება. ეს არის გრძელვადიანი გზა, თუ გინდათ მიიღოთ შედეგი და შეინარჩუნოთ ის, ამ შემთხვევაში კალორიული დეფიციტი გამოსავალი არ არის. მადლობა, ვინც მიყურეთ, გამოიწერეთ ჩემი გვერდი, დაალაიქეთ ვიდეო და დამიტოვეთ კომენტარი, თუ რაიმე თემაზე გსურთ საუბარი ან თუ რაიმე კითხვა გაქვთ.